როგორ შეიძლება ადამიანი იმის გამო დაიღუპოს, რომ ტელეფონის ხელიდან გაშვებაზე უარი თქვა. 47 წლის თეძუმ პირდაპირი ჩართვა ჩართოდა ფუძი ამაზე ასვლა დაიწყო. ოქტომბერში ჩვეულებრივი ქუჩის ტანსაცმლით ყოველგვარი სპეციალური ეკიპირების გარეშე, მხოლოდ სალაშქრე ჯოხებითა და ტელეფონით ხელში. ვიდეოს ასეთი სათაური დააწერა. წავედით დათოვლილი ფუძი ამაზე. თითქოს უბრალო გასეირნება ყოფილიყო. მაყურებლები უყურებდნენ, როგორ ვიწროვდებოდა ბილიკი, როგორ იმატებდა თოვლი და სად მთავრდებოდა დამცავი მოაჭირი. ისინი ვერაფერს აკეთებდნენ. ხელები გამეყინა თქვა მან, მაგრამ სმარტფონი უნდა ვამუშაო. მწვერვალთან ახლოს ფერდობის დახრილობამ 30 გრადუსს მიაღწია. ფეხი დაუცდა. გამოცდილი მთამსვლელების თქმით, ასეთ დროს თავის გადასარჩენად მხოლოდ ერთი შანსი გაქვს. ყველაფერი უნდა დააგდო და ჯოხები ყინულში მთელი ძალით ჩაასო. თეძუმ ტელეფონი არ გაუშვა. ის მთიდან 1000 მეტრის სიმაღლიდან დაგორდა. მისი ცხედარი მეორე დღეს იპოვეს. პირდაპირი ჩართვა კვლავ იწერებოდა. დარვინის პრემიის ლაურეატი 2020 წელი.